მოგესალმებით, ეს არის ტელევიზია კვირიკას გადაცემა საუბრების სტუდიაში. მე კი მისი დღევანდელი წამყვანი ნინოდი შეელზე გახლავართ. ჩემი დღევანდელი თანაწამყვანები არიან მარტა ბიბილაშვილი, სალომე სამოდაშვილი და ანა ვახტანგაძე. ხოლო ჩვენი სტუმარია ბატონი გიგი გაჩეჩილაძე. ვიცი შენობის გამარჯობათ. გიგი, მოგვიყევი შენ ბავშვობაზე ორიოდე სიტყვით, როგორი ბავშვი იყავი? თუ ცელქობდი? კი, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ზედმეტად ცელქი. ყველაფერს ყოველთვის ვაფუჭებდი. ნუ ესეთი ვიყავი, რა ვქნა, ბავშვობის წლები ესეთი მქონდა. როგორ სწავლობდი სკოლაში? სწავლით საქართველოში სამწუხაროდ ცუდად ვსწავლობდი. ნუ ცუდად მაშინ ხუთბადიანი სისტემა იყო და ნუ 3-4-ზე ვქაჩავდი. მაგრამ ნუ რაც ამერიკაში სწავლდი, იქ უკვე სერიოზულად გავაგზავნე. ძმასთან ურთიერთობა? ძმასთან ურთიერთობა ნაკლები მაქვს, იმიტომ რომ ის ამერიკაში. არ პატარაობაში. პატარაობაში. პატარაობაში მე და ჩემი ძმა ყოველთვის ჩხუბობდით, როგორც ალბათ ყველა. მაგრამ რატომღაც ჩემს ძმას ზედმეტად უყვარო და არ ვიცი რატო, არა ძალიან დიდი ცუდი ძმა ვიყავი. სულ ეჩხუბებოდი, ყველაფერზე ეჩხუბებოდი, არ ვიცი რატო უყვარო, ესე ძალიან. აჰა. მოდი პირდაპირ ცეკვაზე გადავა, აი პირველი ნაბიჯები ცეკვაში როგორი იყო? პირველი ნაბიჯები ცეკვაში. ნუ ჩემ მშობლები, ჩემმა მშობლებმა შემოიტანეს საერთოდ ეს ცეკვები და ისეთი ვარიანტი იყო, რომ მე აი დედაჩემი ორსულაც იყო ჩემზე რომ ცეკვავდა. მე უკვე გაგრძელდა და ბავშვობიდან ცეკვავდა, ანუ სულ ცეკვავდი. ეხლა გავანებე ეს ბოლო პერიოდი თავი. მაგაზე შემდგომ. ნუ მაინც ცეკვის სფეროთი ვარ დაკავებული. როგორც ახსენე, მშობლები, მოცეკვავები იყვნენ და როდესაც ცეკვა დაიწყე, ნუ კრიტიკულები იყვნენ თუ არა შენს მიმართ? ძალიან ზედმეტად კრიტიკულები. მაგრამ კარგია, ძალიან კარგია ეგ და ნუ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რომ თუნდაც ის ვარ, ვინც ვარ დღეს, მაგისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ მათ გარეშე, ანუ ამის არანაირი შანსი არ მქონდა მე. ძალიან კრიტიკულები იყვნენ როგორც სწავლაზე, ასევე ცეკვაზე და საერთოდ ძალიან კრიტიკული მშობლები ყავს ისეთი. შენ როგორ უყურებდი ამ ყველაფერს? თავიდან ბავშვობაში ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ეხლა ვის მოსწონს ეგეთი მშობლები, მაგრამ უკვე როცა გაიზრდები და ხვდები, რომ შენთვის აკეთებდნენ და სწორს აკეთებდნენ, უკვე გიხარია ეს და რა. და შენი დაძმა ამერიკაში ან შორენა და რატი და ახლა შენი მშობლები როგორ აფასებენ მათ მოღვაწეობას იქ? რავი, როგორ გითხრათ, ნუ ჩემი დიდ ყოველთვის ამაყობდა მამა ჩემი, იმიტომ რომ ნუ უფროსი დაყავს, საკმაოდ უფროსია ჩვენზე, 44 წლის არის, მე 25-ის, ჩემი ძმა კიდე ყველაზე პატარა 21-ის, ამიტომ ანუ ჩემმა და წამიყვანა მეც საერთოდ თავიდან რომ წავედი ამერიკაში, ნუ იქ ცხოვრობდი, სწავლობდი ასე შემდეგ და მე უკვე ჩემი ძმა წაიყვანა, მე წამოვედი აქეთ უკვე ვეღარ გავძედი იქ, მაგრამ ამერიკის პერიოდი კარგი იყო. ძალიან კარგი. გენატრება? რატო გადაწყვეტე რომ მშობლების სკოლას გაყავდი, გულისხმობ ცეკვის სფეროში? ნუ ალბათ იმიტომ რომ თავიდან დაძაბება იყო. თავიდან მინდოდა როგორც ყველა ალბათ პატარა ბიჭს, ფეხბურთის თამაშის, ეს ნუ დავდიოდი ფეხბურთზეც, ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი, კარატე იყო, ცურვა, ყველაფერზე დავყავდი ჩემს მშობლებს, აი საერთოდ რაც არსებობს. მე ნუ ამერიკაში გავაგრძელე, იქაც ფეხბურთს, ამერიკულ ფეხბურთს და კალათბურთის თამაში, მაგრამ ბოლოსკენ უკვე მომბეზდა ეს ასე ვთქვათ, რავი. შეიძლება ამერიკული ფეხბურთი გამოვედი კი. ანუ რაგბის ვარიანტი ვარ. შენი თანატოლები თუ იყვნენ, ანუ ვთქვათ, ცეკვა იმ დროს ალბათ თლად ტრანსპორტული. ნუ ამერიკაში ყოველთვის ცეკვა ძალიან გავრცელებული იყო. დაჟე ანუ სანამ ამერიკაში დაიწყებოდა ცეკვანი ვარსკვლავები, მანამდეც ძალიან პოპულარული იყო, ოღონდ ამერიკაში დღესდღეობითაც ანუ არ არის ხელმისაწვდომი ჩვენ ცეკვები ყველასთვის. ეს არის უფრო მაღალი ფენის სპორტი ასე ვთქვათ. ძალიან ძვირი ის, იმიტომ რომ აი იქ ეხლა ძალიან მინიმალურზე რო ვიყავ, იქ ყველაზე მინიმალური 1 საათი 45, იქ არ არის ჯგუფური გაკვეთილები როგორც ჩვენ გვაქვს და ეს იქ ყველაზე ცუდ მასწავლებელთან მომიხდე, ყველაზე ცუდ პედაგოგთან მინიმალური 1 საათი არის $50, ანუ 45 წუთის და ეს საკმაოდ იქაც კი ძვირი, ამიტომ ანუ კარგი ვიტყვი და მე. თუმცა შენს პროფესიაში სულ საერთოდ განსხვავებული არჩევანი გააკეთეთ, დაამთავრე შენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. რატომ? კითხვა ჩდება რატომ? საქართველოს იმიტომ. დიპლომი? ხო, ალბათ. ნუ არ ვიცი, არა, საკმაოდ წარმატებულად დაამთავრე, წითელი დიპლომი ავიღე. ძალიან ასე ვთქვათ მომეწონა, მაგრამ ძირითადად აქ რასაც სწავლობდი, არ მინდა ხა ცუდად გამოვიდეს, მაგრამ აქ რასაც სწავლობდი, იქ უკვე ნასწავლი მქონდა მე-10 კლასში, აქ რასაც მე-3 კურსზე ვსწავლობდი, ამიტომ
ძნელი ჩემთვის არ ყოფილა და ძირითადად არაფერი არ მისწავლდია. ანუ განსხვავდება. ხო რა, ანუ არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც რის სწავლაც რეალურად ვჭირდებოდა, ამიტომ ადვილად ავიღე. ამერიკის პერიოდში შევეხეთ, თქვი რომ ძალიან კარგი პერიოდი იყო. ზედმეტად. ხო. რა გახსენდება ყველაზე კარგად იმ პერიოდიდან? ალბათ უფრო გართობა? ალბათ. რატომ ჩამოხვედი? ჯერ ერთი მე რო წავედი, ვიყავი ძალიან პატარა. აქედან წავედი პირველად მარტო ვიყავით 11 წლის, ანუ 3-4 გადაჯდომით. მე იქიდან ჩამოვედი და 12 წლის გავხდი თუ არა, კიდე ერთხელ წავედი და ნუ დავრჩი. და ნუ რავი. კაი იყო, მაგრამ მაინც მენატრებოდა საქართველო, მენატრებოდა აქაური ყველაფერი საერთოდ. იქ რო ვიპოვიდი რაღაცას, ანუ ხინკალს წააგავდეს პატარა რაღაც საჭმელი იყო და იმას ავიღებდი ხოლმე მოვიტანი სახში და ჭკუაზე არ ვიყავი, მაინე ხინკალი უნდა წამოდა. საჭმელების კეთება გიყვარს? ჭამა. გადარჩენას როცა ჭირდება კი. Остаться в живых. დაბრუნებაზე თუ გიფიქრია ამერიკაში? დაბრუნებაზე მიფიქრია, მაგრამ აქამდე რაღაცები მაყოვნებდა. ეხლა არ ვიცი, შეიძლება დავბრუნდე ცოტა ხანში. როგორც მოცეკვავე თუ? როგორც მოცეკვავე უკვე აღარ, იმიტომ რომ მე ან ცეკვან ვარსკვლავამდე საერთოდ წელიწადი არ მქონდა ნაცეკვი და ცეკვან ვარსკვლავების შორის პერიოდი რაც იყო საერთოდ არ ვცეკვავდი, იმიტომ რომ ანუ ძირითადად ვასწავლე, მით უმეტეს სპორტ დირექტორი ვარ ჩვენ ფედერაციაში და ანუ ძირითადად ყველა კონკურსი რაც ტარდება, რაც კეთდება, ყველაფერი ძირითადად ასე ვთქვათ ჩემ თავზე წავს ყველაფერი ხო ხტები და ანუ ისეთი ვარიანტია რომ ვეღარ ვიცი ცეკვისთვის და ალბათ იქაც იგივე იქნება. საკმაოდ ადრე დამთავრდა სპორტული კარიერა, რაც თქვია. რატომ? დაიყო ამ სიზეს? ნუ ჩემი მშობლები რაღაც ნუ მიხვდით დაიყო რაღაც ნახევარს, ხანში შესულები არიან უკვე და ნუ რაღაცებში ალბათ სჭირდებოდათ უფრო სიახლეები, ხო, ახალგაზრდა ადამიანის ყუა თუ რა ვიცი. ცეკვან ვარსკვლავში რატო გადაწყვეტე მონაწილეობის მიღება? თავიდან ნუ მე ვიყავი ძალიან არ მინდოდა ცეკვან ვარსკვლავი რომ ჯერ გაკეთებულიყო. ყველა ჩემ მეგობარს მოსავამესაც, ლევანი ახალდიანს ყველას უნდა ამის გაკეთება, მე არ მინდოდა. მე უკვე ნუ ქალბატონოსთან მქონდა წურწუმიასთან უკვე ნაცეკვი რაღაც, ანუ მანამდე ვაპირებდი და მე რო თავიდან ჩამოვედი და დამირეკა ქალბატონოდამ რომ ეს პროექტს ვიწყებთ. მეთქი კი ბატონო არ არის პრობლემა. მივედი, მაგრამ მივედი როგორ? მე მივედი პროსტა გამეგო პირობები, თურმე კასტინგია. ნუ კარგი მეთქი გავიდეთ კასტინგზე და მოდი ვიცეკვებ. ოღონდ არაფერი არ მაცვია საერთოდ, ანუ ტრანსფერი საერთოდ არაფერი არ წამეია. ანუ მაცვია ჩვეულებრივი, ანუ ჩაჩაჩული შარვალი და დიდი ბოტასები და რაღაცა და დიდი რაღაც ზამთარი იყო. მაშინ ძალიან ესეთი თბილი რაღაც მაცვია და საკმაოდ მოსუქებული ვიყავი. არადო მაგას ვახსოვდი ამერიკიდან როგორც ჩამოვედი დაკონთული და ამის ჭუაზე რო არ ვიყავი და ნუ მიყურებს და ნუ თუ ეს შენ ხარო და კი მეთქი მე ვარ. ნუ მე მოხდა ისე რომ გავდანადასთან ვეღარ დავდექი სამწუხარო წავინეროთ რა ვიცი ვისთვის როგორ და წონაზე მინდა კითხო 8 თუ 11 კილო დაიკელე 11 კილო 7 დღეში ეგ გაგვიფხილე რა გეხვეწე ხო დავიკ კაცრი დიეტა შიმშილი თავარი ამოცა ანუ თავარი რაც მან კეთდებოდა რამაც დამაკლებინა იყო ცეკვი სულ ცეკვავდი არა სულ არ ცეკვავდი ნამდვილად ან ისე არ ყოფილა რომ აი მე დღე და ღამე ვიდექი და ცეკვავდი დაახლოებით 2 საათი მეტია დღეში. საჭმელებზე რამეზე არ გითქვია უარი? საჭმელებზე პირველი 3 დღე ვთქვი უარი, ანუ ეს დიეტა სამომი შემოთავაზა იყო, რა ქვია, მაიცა? წიწიბურა, ოღონდ ანუ მოხარშული არა. ესე ყრი ერთ მუჭას, ასხავ ცხელ წყალს და მეორე დიეტ როგორც გაუღება ისეთი. ნუ წყალს ასხავ, ალბათ ასხავ არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ გამიკეთებ, სულ მიკეთებ და ზევიდან ასხავ ერთბანკა თუ ხო, მაწონს. ხო, იმას ჭამ დღის მანძილზე, არაფერი დანარჩენი სხვა 3 დღე გავიჭირვე ესე და მე უკვე დანარჩენი 4 დღე თვითონ ან მოხარშულებს ჭამდი უბრალოდ, აი მოხარშულ გაათავაზდა შემდეგ თვითონ დავიკეთე. შენ ცადე მე არ მჭირდება. მე ჩვენ თავზე ვიცი. აი ძალიან ბევრი ფანი ყავს, მართლა ბევრი ფანი ყავს, ჩემი ნაცნობები, უცნობები და როგორ გამოხატავენ ამ სიყვარულს? მე ძირითადად ანუ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ნუ პირველ რიგში ეს ფანის სიტყვა და ისეთი თაყვანის მცე. ანუ ძირითადად ვისაც მოსწონს ის, რასაც მე ვაკეთებ, ვინც მეხმიანება ის მე ყველას ვცდილობ შეძაბის და გვარად შევეხმიანო და ყველასთან მეგობრულად ვიყოთ და არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ანუ ფანი და ეს даже რამოდენიმეჯერ ჩემ მეგობრს ახლა კი ხუმრობით უთქვიათ რომ
აი ვარსკვლავი ცეკვან ვარსკვლავი რაღაცა ვარსკვლავი ეს მელაპარაკე გადი გაჩერდი. ნუ კაი, არ მსიამოვნებს ეს რაღაცები, მაგრამ ძირითადად მაქვს მეგობრული დამოკიდება სულ ყველასთან. ბევრჯერ ყოფილა რამოდენიმე ჩემი მეგობარიც ესეთი მეგობარი, ანუ ესე გაცნობდი ბავშვები ძირითადად ამომიყვანია თვითონ სტუდიაშიც გამიცნია ბავშვები. ერთ-ერთი მოვიყვანე, მაგალითად თვითონ ცეკვან ვარსკვლავების ბექსტეიჯში შევიყვანე გავაცანი სულ და ანუ ხარიათ ესეთი რაღაცები. მეც მიხარია მათ Facebook-იდან გეტყობა რომ ძალიან მეგობრული ხარ. გედრობით ისქესისგან ხო განსაკუთრებულ ყურადღებას თუ გწნობ. სახში მოვარდნები არ არის? სახში მოვარდნები, შოკოლადები რა ვიყავი ღამის 3 საათზე. ეს ბავშვური რაღაცები მგონი არა ტელეფონზე არის მობილურზე სახში იციან ალბათ რომ არ ვარ აშკარად ან ნუ შეიძლება რეკლამე და არ ვარ პროსტა არა გულისდანთები და ის არა ნუ თავიდან ისეთი რაღაც იყო რომ ყოველ შემთხვევაში ყველა მიცოდა ჩემი და სალამის შესახებ და ასე ვთქვათ იკავებდნენ გერიდებოდნენ ასე ვთქვათ ეხლა ცოტა ნელა გაიხსნა რა ვიცი ჯერჯერობით კი მაგრამ არა ეს გულისდანთები ერთხელ დამხვდა მანქანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეგ ძალიან ცუდად მახსოვს კი გვიყვარხარ ეგ ეწერა და ვერ ვაშორებდი საერთოდ ანუ ერთ 5 ჯერ გავარეცხინე რაღაც და ბოლოს ანუ რითი ანუ დავინტერესდი რითი დააწერეს და ანუ კბილის პასტაში იყო რაღაც არეული კიდე შიგნით რაღაც იყო არეული რაღაც და აი ეს რო გადიხარ ეს სამოცხავები რომ მან ხო გავიარე მაგან ვერ ამოიყვანა ხელი თუ არ ეცხინეს მაგანაც ვერ ამოიყვანა ბოლოს პადროკოშს გაკეთე რომ მუსია მაგანაც ხალხს ეგეთი რაღაცა არ გაიმეოროთ არ შეიძლება პასტას რო წავუსვა აბა ძლივს მოაშორო და კიდე შიგნით რაღაცები იყო და თან მე რო ვაჩერებ მანქანას ანუ სტუდიაში რო ავდივარ დიდით რო შევდივარ ნუ ჩემთვის დიდით ანუ პირველ საათზე 2 საათზე ესე დაახლოებით ღამის პირველამდე ორამდე სტუდიიდან არ გამოდივარ იმიტომ რომ სულ ან გაკვეთილი გვაქვს ან რა ნუ იქ ვართ რა ხო და შეხმობაც მოვასწრო კარგად ამ მიკროფონის პასტამ კარგად შეახმა ბუშტები იყო წინა მახსოვს ეს ნუ ეხა კაი მოსაგონარია მაგრამ თავის დროზე ანუ სტუდიას შენ მართავ ეგრე გამოდის ნუ დაახლოებით შეიძლება ითქვას ესე საათ ვერ ვიტყვი რომ მე მართავ იმიტომ რომ ჩემი მშობლები არიან ჯერ კიდე ჩემი მშობლები აკეთებენ თავიანთ საქმეს მაგრამ მე რაღაც გარკვეულ დახმარებას უწევ დიდების ჯგუფი მყავს მე ძირითადად ჩაბარებული დამწყებებს არ ვასწავლი საერთოდ იმიტომ რომ გამოდიან ხოლმე თან წყვილები გამოდიან ხოლმე ჩემთვის ისეთი ის არის რომ ანუ დამწყებს ვერ ვასწავლი ვერანაირად ისე როგორი ასაკის ხალხი ინტერესდება ამ ცეკვებით უფრო ხშირად ხო ძირითადად ნუ ინტერესდებიან თვითონ დიდები ან ვინც მუშაობს ახლა რაღაცას აკეთებს ანუ დაახლოებით 22-დან ზევით მაგრამ ბავშვები შემოყავთ კიდე ანუ ჩვენთან მაგალითად არის ძალიან ბევრი პატარაც ძალიან ბევრი საშუალო ასაკის ნუ ჩემი წამონების ცოტა ისე რა ისე არ არის მაგრამ მე უკვე დიდები არიან კიდე ძალიან ბევრი ანუ ჩვენთან სტუდიაში დაახლოებით ნუ დაინტერესება ხო გაიზარდა ცეკვან ვარსკვლავებში გაიზარდა ნუ ეს შემიძლია თქვა რომ 300 ადამიანს მარტო ჩვენი სტუდიიდან უთხარით უარი მიღებაზე იმიტომ რომ ვეღარ ვეტევოდით სტუდიაში ხო ეგ მახსოვს ბუმი იყო ხუთი გავხსენით და ის ხუთი ფილმი აივსო და რას აპირებთ სტუდიაში სამომავლოდ გეგმით სტუდიაში არ ვიცი მაგრამ ნუ სტუდიაში როგორც შენობაში არ ვიცი მაგრამ როგორც სტუდია ხო ვაპირებთ ალბათ შეიძლება მეორე ესეთის გახსნა, სადაც ნუ ალბათ გადავთ მე, ოთო ჯულიანასაო და ეგენი, იქით გავაგრძელებთ, ხო, იქით გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ მოღვაწეობას. შეიძლება ნუ ჯერ ესე ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, რაშიც ვართ ახლა ხო არ გამოვხდები. ცოტა ხანი მოვშორდოთ ცეკვას, მინდა კითხო შენ ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე რა გახსოვს ყველაზე კარგად. კარგი პერიოდი არა. ნუ ყველაზე კარგად თქვენც რა აუ ეს კითხვა დამება და 1-2 წუთის გავიკეთე 1-2 წუთის წინ გამება და ეს კითხვა შენ გაქვს ნაცეკვი სწორად ვთვალ თუ არა ქართულიც ცადე და სპორტულიც და რომელი უფრო რთული არის ასათვისებლად და შენ რომელი უფრო ახლოს იყო ჩემთვის ნუ ახლოს ნუ რომელი იქნებოდა და ისედაც ანუ მე მაგალითად შეიძლება ძნელი ქართული ცეკვები არ მიცეკვია ანუ რაც ვისეკვე აჭარო და რაჭო რაჭოის მე მაგარი შემიყვარდი ოღონდ სერიოზულად ანა შენი ხანია
ხო და ანუ ჩემთვის რა ვიცი მაინც ვიტყოდი რომ ჩემთვის ქართული უფრო ადვილი მართლა ბევრად ადვილი ჩემთვის ის ანუ მაგალითად კიდე ერთხელ შეიძლება ძნელი ცეკვები არ მიცეკვია მაგრამ რაც დავდგით ის იყო ერთი დღის დადმა ჩვენ ცეკვებს სადაც გავდით დაახლოებით წინა კვირას ვიწყებთ ზოგჯერ თუ დრო შემოგრჩებოდა იმიტომ რომ ჩვენ ხო რეალურად დავიწყეთ ერთი თვით ადრე მომზადება რომ ძირითადები გვესწავლებინა ხო და მანდ ერთი დღით ადრე დავდგით იმიტომ რომ მაგ დღეს ნაჩხურები ვიყავით მაგ კვირას უბრალოდ ნაჩხურები ვიყავით თან მე და თიკო და მთელი ამბები იყო და ბოლო დღეს უკვე რა ვქნათ ხვალე ვცეკვავთ და დავდგით ეს ხშირად დროში ვერ ეტეოდით ხო აი 2 დღის დადგმული და თან მით უმეტეს ბოლოსკენ წავიდეთ ცეკვან ვარსკვლავები და 2 ცეკვა უნდა დაგედგათ ესეთ მოკლე დროში საშუალება ანუ ბოლოს მოგვიწია საერთოდ გადადება მე და თიკოს ანუ უკვე იმ დონეზე ვიყავით მსვლელები რომ ერთმანეთს ვეღარ ვიტანით აღარ შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა არა ძალიან მეგობრობდით მანამდეც ეხაც მეგობრობთ მაგრამ საერთოდ უკვე ყოველ დღე რო ერთმანეთს ხედავ სულ რო ერთად ხართ სულ აი ყველაფერს ერთად ვაკეთებთ წარმოგიდგენთ იმ დონეზე ასე ვთქვათ რა ვიცი შეგვიზრდა შეიძლება ითქვას ეს ჭრალებში ერთმანეთი რომ ანუ უკვე გაძლებაზე ვიყავით და ბოლო ერთი კვირა ვთქვით ეს დავჯექით ერთმანეთს ველაპარაკებით და მოდი გაგიძლებთ და გამიძებთ და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და რაღაც ნუ ბოლო კვირა მგონი ჩემი აზრით პირველი სეზონის კარგად გამოგვივიდა ანუ ფინალი ეს განელია დამწყებთან მუშაობა ანუ ეგენი ხო მახსოვს რომ ამბობდი რომ თიკოსთან გეჩვენა საერთოდ რო არაფერი არ ცოდნა ვიდრე ბალეტი კი ნამდვილად იმიტომ რომ ანუ ჩვენთან აი იმ წინას შეკითხვასაც შევეხები და ამასაც ანუ ჩვენთან როგორი რაღაცა ძირითადად ნუ მოცეკვავებსაც ვეკითხები საუბრობთ ამ თემებზე ანუ მეც ანუ რო გითხარით რომ შეიძლება არ მიცეკვია ესეთი ძნელი ცეკვები მაგრამ დანარჩენებმა ხო იცეკვეს ასე თუ ისე ძნელი ცეკვები და ასე თუ ისე მგონი გამოვიდათ ხო თქვენ ძალიან მაგარი ცეკვა გამოგით ბოლოს ის რო იცეკვეთ რა იყო წითელი კაბა რო ეცოთ იკოს პასტობი ხო და ანუ აი ეს ყველაფერი რო იცეკვეს რო ვეკითხები ძირითადად ყველა ეგრე ფიქრობს რომ ჩვენ ცეკვა შედარებით ძნელია და ანუ მაგალითად შესვენებაზე ანუ პირველი და მეორე სეზონის შესვენებაზე ჩვენ ცეკვავდით ვერისურის მელოდიები რო იყო სპექტაკლი იქ ვიყავი იმედი მოგეწონა ძალიან ხო და ცეკვავდით იქ იყო ჩვენთვის საერთოდ ნუ სხვა სტილი კონტემპორარი არ არის ჩვენი სტილი ჩვენი სტილი არის ballroom dance-ის ანუ სამეჯლისო სპორტული ცეკვები და всё მეტი არაფერი მაგრამ საკმაოდ ადვილად ავითვისეთ. ანუ იქ იყვნენ ყველა მოსული საერთოდ ანუ ქართული ცეკვიდანაც, ბალეტიდანაც, ყველაფრიდან საერთოდ ჰიპ-ჰოპიდანაც და ასე შემდეგ. ჩვენ, ნუ ასე ვთქვათ, კასტინგის გარეშე აგვიყვანა, იმიტომ რომ ერთხელ ვანახეთ რაღაც მოძრაობა, უიკაია, წავიდა ტაში სახლში, მოდით შემდეგ რეპეტიციაზე, ანუ ესეთი რაღაც იყო და ბევრად ადვილია, რავი, როცა ეს ცეკვები იცი, მე როგორ ბევრად ადვილია საერთოდ ყველაფერს. ხო, ძალიან რთული რაღაცა ფეხი მარჯვნივ, თედო მარცხნივ და გერევა. არა და მე უკვე რეალურად რომ გაიგებ რაც არის ჩვენ საერთოდ მოცეკვავები ეძახით ამას მოწამვლას. ანუ შემოდიხარ, სწავლობ, გადიხარ პირველ კონკურსზე და всё მოწამვიხარ. იმის მერე ვეღარ გადიხარ, ვერანებებ თავს, ხო? და მე ანუ დგები საერთოდ ისე რომ ყველაფერი არის ამ ლოგიკასთან ძალიან ახლოს. ანუ შეიძლება თავიდან რომ უყურე, აი თეძო რატო იქ, რის გამო, რატო აკეთებს, ხო, მაგრამ ხო ეს ყველაფერი, ანუ იმ თეძოს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ თეძო უნდა გაიქნიო. იმიტომ ვაკეთებთ, რომ რეალურად რომ წონასწორობა გადაიტანო ერთი ფეხიდან მეორე ფეხზე, რომ კონდეს სიტყვაზე სამბაში ბაუნსი და ასე შემდეგ, ეს საჭიროა და თვითონ მოაკტანს. ანუ ეს არ არის ის რაღაც დადგმული, რომ აი ვიღაცამ პროსტა თეძო უნდა გაიქნიოს, ეს არაფერ შუაში არის, ხო ხდებით? სოთაშერ ცეკვან ვარსკვლავები რომ დაიწყო აი მაშინ ვინანი რომ რატო დავანებე თავი მეთქი მევლო რა სოთაშერ იცოდა თუ არა ცეკვა არ ქონდა მნიშვნელობა ისეთი პოპულარული გახდა რომ ვაიმე ჩემ სკოლაში ეს საშინელება იყო ბუმი იყო ცეკვან ვარსკვლავების ყველა ცეკვა და მიუხედავად იმისა გამოსდიოდა თუ არა მე და შენ რო ცეკვავდი გითხოვცა მე როგორც ვიცი იგეგმება ოღონდ როგორც ინტერნეტში ავრცელებენ სექტემბერში არ იგეგმება. ალბათ ცოტა მერე იგეგმება. შენ თუ მიიღებ მონაწილეობას? მე არა. რატო? ნუ არა. კაი. არა, ნუ იმიტომ რომ ასეც ვფიქრობ. ხო, მივხვდი ალბათ საქმეები. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრომი აქვს საერთოდ. თქვენ ანუ რო უყურებთ საერთოდ არ ჩანს რამდენი ვარჯიში სჭირდება, რა ჭირდება. იქ არ არის მარტო ის რომ ცეკვა უნდა ასწავლო. იქ ფორმებიც უკვე მეორე სეზონში ესე იყო, ფორმებიც ჩვენზე იყო, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით საერთოდ.
ფეხსაც მე ვერ მოერგებოდა წყვილს ჩვენ მივდიოდა ჩვენ აი საერთოდ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით და იმ დონეზე დამოდადია რომ ანუ მაგალითად აი მე და სალომე იმ პერიოდში საერთოდ ვერ ნახულობდით ერთმანეთს საერთოდ ნუ ხო ერთად ვარ ჯიშობთ მაგრამ თითქმის სუცალ-ცალკე ვიყავით იმიტომ რომ ძალიან დამოდადია ითხოვს აი თან მით უმეტეს თუ გაიწყო ვერ შეგხვდა ითხოვს ეგიდან მეორე დილამდე ვარ სხვილი ნავია კი საკმაოდ არა თუ ვერ შეგხვდა ხო ნუ ეს გამართლებაზეც არის ხო ძალიან დიდი მადლობა გიგე ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის რამე სხვა არ ატყოდე ჩვენს მაყურებელს აუ დიდი მადლობა თუ ჩვენთან ერთად იყავით და მოგეწონათ მე ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ ვინ შენ ეგ დაგწამარი მატყუ არა როგორ ჩაკეთა აკომპლექსებდნენ ხოლმე ზოგჯერ და მაგისტრი აქ თავისუფლად ვზოვთ ჩვენ აქ ბავშვები კომპლექსებენ ხოლმე რესპონდენტები ესეთი აი ხა ისტორიკოსთან როგორ უნდა იჯდე ისტორიკოსთან არა ზო. დიდი მადლობა გიგე ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის ეს იყო ტელევიზია კვირიკეს გადაცემა საუბრების სტუდიაში მე კი მისი წამყვანი ნოდი შეეძე გახდით მომავალ შეხვედრამდე